საღამოშვიდობისა თვითფოსო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საინტერესო და საყვარელი პიროვნება სკიპი, ანუ მამუკა ნადირაძე. უფრო დაწვრილებით კი მის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ, ასე რომ აუცილებლად დარჩით ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. დაავადების ადგილი ქალაქი გორი, ზოდიაქოს ნიშანი მერწყული. საყვარელი საჭმელი მწვადი, საყვარელი სასმელები ზაფხულში თეთრი ღვინო, ზამთარში შავი ღვინო. საყვარელი მწერლები გოდერძი ჩოხელი, გიორგი მახარობლიძე. წელიწადის საყვარელი დრო, შემოდგომა, საყვარელი ფერები შავი და თეთრი. ჰობი, ალპინიზმი, ფეხბურთი, ჩოგბურთი. საყვარელი ქალაქი გორი, საყვარელი ფრაზა ჰოპლა, ჩვენ ცოცხლობთ. ბიოგრაფიული შტრიხები. მამუკა ნადირაძე დაიბადა 1968 წლის 5 თებერვალს ქალაქ გორში. დაამთავრა გორის მეოცე საშუალო სკოლა 1985 წელს. შემდეგ ჩააბარა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიურ ფაკულტეტზე. 1986-88 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოსკოვში, სატანკო ნაწილში. 1988 წლის 21 დეკემბერს დაოჯახდა. 1986 წლიდან ადის სცენაზე და არის უცვლელი კაპიტანი მხიარულთა და საზრიანთა გუნდ კეხურასი. მონაწილეობა აქვს მიღებული კეხურას მიერ ჩატარებულ რესპუბლიკურ, რეგიონალურ კონკურსებსა და ღონისძიებებში. 2001-2002-2003 წლებში იმყოფებოდა ხალხური სიმღერის ფესტივალზე ვარნაში. 2005 წლიდან მუშაობას იწყებს ტელერადიო კომპანია თრიალეთში. ამასთანავე 2000 წლიდან მუშაობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხატვრო ხელმძღვანელად. ყავს მეუღლე, შვილები, გვანცა და ელენე, მშობლები, დედა ქალთამზე გიგაური, მამა ბეგლად ნადირაძე, ძმა სოსორ ძალიეკა და ძმის შვილი ნიკა. იგი დამჯერი, წყნარი და სერიოზული ბავშვი ყოფილა. მშობლებთან ჰქონდა საკმაოდ კარგი ურთიერთობა. მისი ცელქობების ისტორიები და ურჩბიჭობა მე-6 კლასში ყოფნის პერიოდიდან იწყება. ეს იყო ქუჩასთან შეგუების პროცესი. მამუკა ნადირაძე ამჟამად სახელად სკიპი იხსენებს სკოლის ლამაზ პერიოდს, ბავშვური ხანის მომხიბვლელ დაუვიწყარ ისტორიებს. კერძოდ იმ ამბავს თუ როგორ აღმოჩნდა ვოლგოგრადში კლასელებთან ერთად და როგორ ეძებდა სამამულო ომის მონუმენტის ხმაში რესტორანს. სწორედ აქედან დაიწყო მის ცხოვრებაში კურიოზები, რომლებიც შემდგომ მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სკიპის უზადო ხალასი იუმორს არ შეიძლება ადამიანი არ გამოეხმაუროს, არ გაეღიმოს და ყველა პრობლემა არ დაავიწყოს. ჩვენთან გულახდელი საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ ეკონომიური მშობლების გადაწყვეტილებით ჩააბარა და მიუხედავად იმისა, რომ მამა სურდა და შვილი კარგი ეკონომისტი დამდგარიყო, მან მაინც თავისი გაიტანა და ცხოვრებაშიც განსაკუთრებული ნიჭის წყალობით დაიმკვიდრა თავისი ადგილი. დღეს კი მას იცნობენ, უყვართ და პატივსცემენ. ბავშვობაში არ მომჩინებოდა იმდენი თუ რაღაც ესეთი ვიქნებოდი რა. რავი, ყველა ბავშვი წესით ეგრეა, რავი, თუ და სხვა სისტემის უფრო დამჯერი ვიყავ. ეხლაც დამჯერი ვარ, ცოტა კი არა. რავი, წყნარი ეტყობა ყველაფერი. ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი და ისეთი ხალხია მამაჩემი და დედაჩემი. ამიტომ ეს ჩემი ცოტა ისეთი ქუჩის ბიჭობა და ისეთი მე გეუბნები პირველ, მეორე, მესამე კლასამდე. ნახტათ არ შეეფერებოდა არ შემოჯახს და არც ვიყავი როგორც ყველა. აი მე-4 კლასიდან დაიწყო ყველაფერი, მე როგორც ცოტა ქუჩური ცხოვრება, ცოტა თან ისეთ უბანში ვარ გაზრდილი, წყაროს უბანში გორის, რომ შანსი არ არის, რომ ესეთი კოლორიტი ძველი ხალხის და ასე რომ თქვა ნახევარი ვარ ქუჩაში გაზრდილი, ნახევარი სახლში. ყველა ეგრეა მგონი, ხო? სკოლის დროიდან რა უნდა გავიხსენო? მაყვალა მეღრიჯანაშვილი, ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი იყო. ჩვენი დამერიგებელი მე-20 სკოლაში და პირველი მაშინ საერთოდ არ ხდებოდა საზღვარგარეთ თვითმფრინავი წასვლა. ამას გეუბნები პირველი ექსკურსია ჩვენი მე-10 კლასში გაკეთდა სტალინგრადში, ვოლგოგრადში. მამაი კურგან, მან ხალი რო დგას ეს. იმით ხმლით მემორიალია დიდ სამამულო ომში და ამ ხმალშიო ბიჭებმა თქვეს რომ არის რესტორანია ეს. ხმალში რესტორანს რა უნდა ხო? ეგ თავისუფლების კანდიდატებაში ხო ვიცით როგორც ამერიკაში რომ სადღაც ის გვირგვინი რო ატევს იქ არის გადმოსახედა. აბა მამაჩემს ფულები, მშობლებს ფულები და წავედი სტალინგრადში და რომ მივედით აქ რო უთხარი ამ რუსებს აი იქ გვინდაო ზევით ასვლავ რა. ხმალზე ხალხი ტირილით მოდის და შავებით ყვავილებს ალაგებს დასტირის იმ 20 მილიონი კაცგასო ნათეში იყვნენ ყველა და ჩვენ ერთი სული გვაქვს სწრაფად მივიწევ და აი გრუზინიო საიდან ჩამოფრინდნენ რომ იმ ხმალში რა გინდა თუ და тамში რესტორანი. Какой ресторан? რა რესტორანი? მე მოდი, შეიძლება მანდ ქალები და ჩვენ გაგონა ქალები რესტორანი გულოობა, სტრიპტიზი რო დაგვერიბნენ. ის ქალის მგონი იმით მოგდებდა, აი მაგის და დავათერსა. აი იყო და ეს იყო ჩვენი ბოლო გაფრთხილება. ჩემი პროფესიით მე ვარ ეკონომისტი, მაგრამ სულიერად მე ვარ მოწოდებული ან რადიოსის, ტელევიზიისთვის, აი ასე სულ მეტია ჩემთვის ეს ეკონომისტობა. სხვა შორის მე უნდა მომაწო ყველა დღევანდელ მთავრობაში და ვინც აი ჩემნერი ეკონომისტები რო არ იყვნენ ეროვნაში ისე თავის საქმეს უფრო გადარჩებოდა ეკონომიკა. ეხლა მე რა მინდა ეკონომისტი, მე ერთ-ერთი ნაკლებით უვიცი ეკონომისტი გამოვედი, ხო?
წამოვედი რა всё. ორჩე რა. შევეშვი ამ თავრობას რომ თქვენ იმუშავებთ ჩვენებად. უკეთესი ხალხი უნდა მეიღონ. ეხლა მე რა მინდა იქით? მამუკა ნადირაძე 1986 წლიდან გამოდის სცენაზე და არის გორის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის კეხურას კაპიტანი. როგორც ცნობილია, ამ გუნდს არაერთგზის აქვს მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში. სკიპის მიერ შესრულებულმა როლებმა ნაცარქექია, კომბლე და ასე შემდეგ არაერთხელ მოხიბლა მაყურებელი. იგი თანდათანიც არა მარტო გორელების, არამედ მთელი შიდა ქართლის მოსახლეობისათვის საყვარელ და საპატისცემო პიროვნებად. საინტერესოა, როგორ ახერხებს მაყურებლის, მსმენელის გაღიმებას, საიდან იღებს მისი იუმორის სათავეს და როგორ აყარებს იგი ადამიანებს თავს. ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემენ მისი ახლობლები და მეგობრები. 9 წელია ალბათ უკვე გასული, 8-9 წელია. სკიპი, ანუ სკიპით ვიცნობს და სკიპი მიყვარს. ძალიან მაგარი კაცია და ძალიან კაი კაცია. მე მგონი მსოფლიოში ყველაზე ენერგიული ადამიანი, ვინც მინახავს. მსოფლიოში ყველაზე ენერგიული ადამიანია, მასლა როდესაც შეგვიძლია არასდროს არ გაჩერდეს. იმდენი ილაპარაკოს, იმდენი იმოძრავოს და რა ვიცი, იმდენი რაღაც კარგი დადებითი ემოცია შემოიტანოს თითოეულ რა ვიცი, მის გარშემო მყოფ ადამიანში. ძალიან ხშირად მეთქვა, ვერ ხვდები ხოლმე სკიპის, ხვდები ხოლმე ну, წელიწადში სამჯეროდ ხშირ მაინც ვნახულობთ ერთმანეთს და საერთოდ ადრე უფრო რამდენჯერმე შევხვდივარ კავეენზე. დანარჩენი იმის მიერ ძირითადად სუფრებზე და ესეთ ლუდის კათხებით ხელში ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს და როგორც ყოველთვის ძალიან კარგად და რა ვიცი, ხიარულად მიდის ჩვენი ურთიერთობა. და მაშინ ვისაც სკიპი არ უყვარს, იმას გამომარჯოს. სკიპი არის როგორი კაცი, იცი? აი როგორ გითხრა. სკიპო, ჩემო სკიპო. აი. სკიპიც ვიცი, სკიპმაცურიც. ой вай ჯიგარი ხარ ჯიგარია შენ არა სკიპი შენ არ გიცნობ კარგად მე შენ სახელი კაია ინტერვიუს ვიწყებ დილიდან ვიქირავებ ჟორიკას და ერთად ჩავწერთ ერთ ინტერვიუს როგორია კაია ჯიგარია მამუკა ქვია სკიპს საერთოდ იცოდეთ იმიტომ რომ ალბათ ყველა სკიპის ეზებაზობს ხო გადაცემაში მამუკა კაი კაცია კაი კაცი როა მამუკა ეს შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს რომ ის მართლა კაი კაცია იმიტომ რომ ამას მე ვიძახი გამიგე თუ თქვენ მეც გევასებით ესე იგი მამუკაც დაგევასებათ ანუ სკიპიც თუ არ მოგწონვართ ესე იგი სკიპი ნამდვილი კვერცხი ყოფილა კიდე რა ვთქვა რა ვიცი ორი ყავა თუ შეიძლება ორი ყავა ეს არის ნამდვილი გორელი კაცი ჭეშმარიტი გორელი ეს სულით და ხორცით თლიანად ძალიან მიყვარს და ალბათ არ არსებობს ეს ადამიანები ვინც იცნობენ მამუკას და არ უყვარდეთ ეს კაცი სიყვარულის განსახიერება და მეგობრობის მე ეხლა ცოტა ისეთი ნათქვამია კოლორიტიო მაგრამ მართლა მივანიჭებდი ამ სახელს რომ მართლა არის ჩვენი ქალაქის კოლორიტი და აი ძალიან მენატრება ხოლმე ეხლა გამომიარეს მე თბილისში და მენატრება ხოლმე და მინდა რა რომ აი ეს მახსენდება ჩვენი თამაშები კავეენისა და ესეთი ოცნება მაქვს რომ გავაკეთოთ ალბათ კეხურას 30 წლის იუბილე და ჩვენი საუკეთესო ნომრები გავაკეთოთ გამოვიტანოთ სცენაზე მამუკა ნადირაძე არის ღირსი რომ იყოს ძალიან ბედნიერი კაცი და ძალიან დიდხანს იცოცხლოს ამ ქვეყანაზე რომ იაროს გორის ქუჩებში. მე მინდა რომ უსურო დიდხანს იცოცხლე და უძვირფასესი ოჯახი ყავს, უძვირფასესი მშობლები ყავს, უძვირფასესი მეუღლე, შვილები და დიდხანს იცოცხლე ჩემო მამუკა და კარგად იყავი. მიყვარხარ ძალიან შენ გენაცვალეს ჩემი სიცოცხლე და გაიხარე ამ ქვეყანაზე. იუმორის მადლი, ღვინისა და პურის მადლი არ მოგიშალოს ღმერთმა, გენაცვალე. ეცხოვროს მაგარ საქართველოში და ბედნიერ საქართველოში. და ესეც საქართველოში პარასაშუალებლად. რაც შეგისწული. იღიდება ნერნელა. ხორცისული განძი საქართველოსი. დაბამს გავს ეს ყველა შპრიცებს ერთჯერაც
ძაღლებს გავარცებაში სასარის ნამდვილად გავგრძდები ყველაფერი სანატრელი გაგვიხდა საფიქრალი საოცრებო დღე დაღა მინდა ვწევლა ბოლოდის რომ აგვიხდა ერთხელ მაინც მის ჩვენ ბედში ვენახა იყიდება ნელ-ნელა ხორცის ვრიგანძი საქართველოსი და გვამსგავს ეს ყველა შპრიცებს ერთჯერაც სარეველებს ბაღებს და მდელოსი ბავშვობიდან მივდივართ ჩაესერთი და მეორე ის ერთ სკოლა დავამთავრეთ ერთ სკოლაში ვსწავლობ და იქაც ასეთი გიჟი იყო როგორც საერთოდ არის ახლა რა არის არ განელებია ის იუმორის გრძნობა და ის და ამით დაისახურა ახალ სიყვარული ყველგან თავის ადგილს პოულობს ცხოვრებაში და იდოა მაგას ძალიან იუმორის გრძნობა აქვს და ძალიან ამით შეაყვარა ხალხს თავი როცა კაი ადამიანები აკეთებენ და ამის თუ ისეთი არ არის და აკეთებს იმას რაც ხალხს და იმას რაც თვითონ სკიპის ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპი კურიოზებით არის ახსავსე. მეუღლე დარეჯან ამანათაშვილიც ასე ხუმრობით გაიცნო. მათ გაცნობიდან სამ კვირაში იქორწინეს და შექმნეს ლამაზი ქართული ოჯახი. ამ ოჯახს ეკითხეს სკიპი საკმაოდ ორიგინალურად ხუმრობს. ჩემი მეუღლე ისეთი ლამაზია, რომ შანსი არ არის არ შემყარებოდა. მე მოვასწარი იმ პერიოდში პირველი მე დავენახე და კუჩი დევნა რო გითხარი კუჩი დევნა ნახტა დანარჩევია გოგოს უკან ახლა თუ იმას ახსოვს რომ თამარ მეფის შტომაველი მე მახსოვს რომ მე ვარ დავით აღმაშენებლის შტომ არ გამოდის რომ კაცმა გოგოს თუ არ უნდა ხარ ისედაც მოსაწყენია ხო ქარის რომ კაცი გდევს კუჩი მიდიხარ ნახე რა кай ქალები ქრეში ხო და რეალური ის არის რომ დავინახე თუ არა მე გაცნობა ახლა როგორ უნდა გამეცნო რომ უთხარი მეთქი შენი სახელი მეთქი და მითხრა დარეჯანი მეთქი მაშაყირეს მე უთხარი მე ლუარსაბი მქვია მეთქი მეთქი 21 საუკუნის მიჩენაზე ვისა ქვია დარეჯანი ხო ან ფაკო ან ტაკო ან საკო ან მაკო და რავი ჭაკო და მე დარეჯა ლუარსა და შემომილაწონა ორი კვირა ვადროვე და მესამე კვირა სულად მოვიყურე მაგას ვაპატიებდი ახლა მეუღლე ვეფხოძე სიდედრი ლომიძე იმის ესე სიმამრი ხო ესე ლომიძე დევიძე ვეფხოძე იმისი დედა დევიძე და მე შევედი ნადირაძე მე ჟიორნი რა ლომიძე ვეფხოძე დევიძე ნადირა ამ პერიოდში მე ფეხის ბრუნება რო იყო სახში დამადგნენ ვინიც კვერნაძე მარხაზა კვერნაძე და გოლა მელაძე გოლა შემოსიორ მათ თქვენი დედამოდი თქვენი გიჟები ხარ თუ კაცო სადა ხარო გამაგებინო სუპარში ვარო და სადა ვარ ეს რეალურად როგორც დარეჯანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მამუკა საკმაოდ კარგი კულინარი ყოფილა და გემრიელადაც ამზადებს სადილებს. მეუღლის დახასიათებით იგი ძალიან თბილი და ყურადღებიანია. ოღონდ უფრო იმაზე მეტად სერიოზული, ვიდრე გარედან ჩანს. ნამდვილად არაკლია. ნამდვილად დაჯილდოებულია ამ ხრივ. როგორი კულინარია? კულინარიის ხრივ ძალიან კარგი კულინარია. მისი დამზადებული კერძები, მარტო ჩვენ კი არა, სამფლობელო წრეს მოსწონს. უყვარს ქეიფი და ამ ქეიფმა დაიმან კულინარად აქცია. ოჯახში როგორია? ოჯახში ძალიან კარგი მამა. რამდენადაც გარეთ ესეთი მხიარული და ხალისიანია ოჯახში შესაძლოა 2005 წლიდან მამუკა ნადირაძე თრიალეთში იწყებს მუშაობას. თან მუშაობას განაგრძობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხატვრო ხელმძღვანელად. სკიპის ძალიან უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს. საერთოდ თავისი კოლექტივი და თავისი ანეკდოტები. მისი სურვილია ანეკდოტებზე ანიმაციების შექმნა, კომპაქტ დისკის გამოცემა, რომელსაც ეწოდება სკიპის ანეკდოტები. მასროს რომ თრიალეთი უფრო და უფრო განვითარდეს და ღრმას წამს რომ მისი კოლეგები ამისათვის ძალღონეს არ დაიშურებენ. მათთან სკიპის განსაკუთრებული ურთიერთობა და სიყვარული აკავშირებს. ჩვენი დაწყებული ტელერადიო კომპანია წავიდეს წინ და წინ. ვყიდულობთ უფრო შენაძენიც უფრო მეტია რა. ეს კომპიუტერების იმის უფრო მეტი ღმერთმა ხნას რომ კიდე სარეკლამო სააგენტო შეიქმნა შვენივრად ცალკე
გიორგი გაწამაწიაში იყო. ეხლა ვაკეთდება ჩვენი ანეკდოტები, რაც ხდება, ამის ანიმაცია ტელევიზიით. აი, გარკვეულ საათში გავა 3 ანეკდოტი, ხო? თორე კახელის სიფათით, სვანის ანიმაციები წავა. ერთი 3 წუთი რომ გაკარწყდება ის დაღლილი რომ იტყვის, აი, სკიპის ანეკდოტები და რადიოში ხო კარგია. ეხლა უცებ კომპაქტ დისკი გამოდის ჩვენი. ეწერება სკიპის ანეკდოტები. აყიდვაში იქნება. თქვენს გადმოგცემთ. და რა მინდა უსურო კოლექტივი ჩემი თვითონ რადიოსი არ გუზომოთ გემრიელი და უზომოთ კარგი მე არ მეგონა თუ ასეთი კოლექტივი დამხდებოდა რა დაწყებული თვითონ ტელეკომპანიის დირექტორიდან ჯონისაგან შემდეგ ბადრისაგან მე ბადრის მოწვეული ვარ უბრალოდ და ბადრის დიდი მადლობა მინდა უთხრა რომ აი დაფასება რაც მოხდა მართლა კაცისაგან შემდეგ დიდი მადლობა ამ გემრიელ ხარს ზვიადის რადიოს დირექტორს ჩვენს ზვიადი როგორია გაწ ზვიადი დიდი მადლობა ჩვენს აკოპაშულს მაგარი გემრიელი მაგარი ჯიგარი და მაგარი საყვარელი ადამიანია მეუღლე ფეხზე მეთახავს ახლა და ბიჭიანობას მაგრამ ვიცით რომ გოგოა ჯერ წინადად დავუწევ არ შეიძლება ხო საერთოდ მამაკაცებს და ბაშკაცებს გოგოები ხავთ ჩემის დამატებით ხო ირმა ჩვენი პროდიუსერი ბექაძე თელიანად რაც მუსიკალური გაფორმება ხდება ირმას მხრიდან ძალიან კარგი გოგოა ძალიან ჩემპიონი გოგოა რა ქალაქელი და გორელი და ჩვენს დიჯეებს აი აქეთ ახლა ლიკა მუშაობს ლიკა მერე შამუგია ჩვენი დათო ჩვენი ლექსო სულ 11 კაცი მუშაობს რადიოში და როგორი პოპულარული ვამუკა არის რა ძალიან კარგი თანამშრომელი რადიოსთვის ყველაზე ყოჩაღი ასე რომ ვთქვათ დილის 9 საათზე მოვდივართ კი აქ ხდება ყოველთვის უნდა რომ აკეთოს სამოსავის საქმე ეს ანეკდოტები უყვარს ძალიან უყვარს საქმე დიდი ენთუზიაზმით აკეთებს ამას ყველაფერს თავის როგორც ჩვენ თანამშრომელი არის ძალიან კარგი თანამშრომელი როგორც პირადად φίλი არის ძალიან კარგი პიროვნება ხიარული მეგობრული რავი სკიპის დამურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა მეგონი ყველა ადამიანისთვის მისი ანეკდოტები უკვე თელმა რეგიონში შეიყვარა ჩვენი რადიოს საშუალებით ბევრ საინტერესებს ალბათ პირადად ვინ არის რა ადამიანია ვინ და ამ გადაცემიდანაც ალბათ ბევრი გაიცნობს ვიდრე მე გავიცნობდი სკიპის პირადად მე ბევრი მსმენი ამის შესახებ როგორც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ადამიანი და მას შემდეგ უკვე რაც სკიპი არის ჩვენი კოლეგა მე შემიძლია ვთქვა რომ როდესაც იგი შემოდის ჩვენ საინფორმაციო განყოფილებაში ყოველთვის განწყობა როგორიც არ უნდა იყოს როგორი დაძაბული დღეც არ უნდა იყოს სამუშაო თვალსაზრისით ну ყველა თანამშრომელი თითქმის დგება კარგ გუნებაზე ну რაღაც ისეთი იუმორისტული ფრაზაში აქვს თითოეულ აი რაღაც დღეს ყოველდღე არის განსაკუთრებით საინტერესო როდესაც სკიპი თქვა შემოიხედოს მაინც მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაბრძოლებული სამუშაო გრაფიკი აქვს როგორც ვიცით და ну ახერხებს ხოლმე ასე თქვა საინფორმაციო შემოიბინოს და ყოველთვის რაღაც კარგი განწყობა გვექნება დგები კარგ ხასიათზე და მით უმეტეს თუ რაღაც ლექსი აქვს დაწერილი რომელიმე ჩვენგანზე ხომ თლად უკეთესი აი ყოველი დღე აი შემიძლია ვთქვა რომ ყოველი დღე როგორც არ უნდა იყოს ეს დღე როგორც ძიმეც არ უნდა იყოს ეს დღე როგორი დაძაბულის და დატვირთულის არ უნდა იყოს სკიპისთან ერთად შეიძლება თქვა რომ ყველაფერი იქნება კარგად ახალგაზრდა კოლორიტულ პიროვნებას წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. ბევრი რამ აქვს შესაქმნელი ჩვენი რეგიონის აკეთილდღეოდ. კიდევ ბევრი ანეკდოტი, ღიმილი და სიყვარული სურს რომ აჩუქოს ქართველებს. სკიპი ანუ მამუკა ნადირაძე მოსახლეობას სუსურობს ღვინის არ გამოლევას, დოლას, ბარაქას. ბრძოლას და კვლავ ბრძოლას, რადგან საქართველო უნდა გაერთიანდეს, გამთლიანდეს, გაძლიერდეს. ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს პიროვნება, რომელსაც გული სიყვარული, დიდი სიტყვოთი და სიკეთით აქვს სავსე. ღმერთმა გვიმრავლოს სკიპისნაირი კოლორიტები ჩვენს ქვეყანაში. კლიენტ საქართველოს მოსახლეობას უსურვებს ახლა მოდის ღვინის არ გამოლევას ბუხაში ცეცხლის არ განელებას დოლას ბარაქას და ამასთან ერთად ბრძოლას ჩვენ სამშვიდობო ჯერ არაფერი არ აქვს მშვიდობის ათასწლეულზე ჯერ არ ვიწყებთ იმიტომ ჩვენ გვაქვს საბრძოლველი დასაბრუნებელი ტერიტორია სამაჩაბლო და აფხაზეთი აი მე ვიტყვი მშვიდობის ათასწლეულს კარგად, ძალიან მიყვარხართ. თლად გორი, თლად ხაშური, კასპი, კარელი, თლად საქართველო და ვინჩემს
რადიოს და მიჩნევს ანекდოტებს უსმენს. ზოგი არ გაფრაზეს ხოლმე, ზოგი ვიღაცაზე მინიშნება, მაგრამ ხაზე არაფერი. კარგად, კოცი. ტელემაყურებლებო, ამ ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვთ და ჩვენ ტრადიციულად ერთგულაში შევხვდებით ერთმანეთს და ისეთ თქვენთვის საინტერესო პიროვნებას წარმოვიდგენთ ოჯახთან ერთად. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ნახვამდის.